Чили გაჩენილა. რა ჩილი. შეჭმულია ყველაფერი. ნეზიოში. დავიცი, ჯანდაბა. ჩვენს მოგავს. რა უნდა იქ თქვენს? რა ვქნა? რა გადავაფარო საფესეს. რა ის. კიდე გამომატანეს. დაიდა. ის ნიტები
მოდია. მოდი. ოკეი. დაიჯექი. ამოვა. ამოვალაგე. Στέφα. Ήδη, αμόη. შენი მოგივიდა. თვალდა. მიდი წყლით ამოიბანე ბიჭო, მაგრამ მამია. ბიჭო, მოდი. ციცაკი სპრეია, რა ჩაგდამა თუნდა ციცაკი სპრეია თუ. და მეგობრებო დაბრუნდი თვალს ვერ მახვდი. მაცადე. მაცადე. მომიბალე უკვე უარესია. რას ვიცი, რა გინდოდა? რა ვიცი, რა გინდოდა, რას ვიცი. მაცადე. და დაიფინე, დადე. რა ჩაიში დავასვენე. ეს შენის. შენის. გინდოდა რომ ეცი. გინდოდა რომ ეცი ციტაკის პრემი ყოფილა. განახე, მოვალაგე, მოვალაგე. ჩემი სურათი ქონია შენახული. Bravo Durgalma. Asalamas. Amasalarma. Ლესი მომესაგეთებდა კაცი ყორები შედიან და ვერ დაგეხმარები ვერც მასალას ვერ მოგცემ. რა უნდა? აკეთებ მე. შენ გააკეთებ კი. დადი აბა ჩამოიტანე რა გის იცი? მაგრამ დისგან გააკეთებ. მომესავაძე იცავს არ სკას დავში. ნახმარი ფიცრებით გააკეთებ ფუტბოლს? აი არ უნდა ჩალპეზი მისაღი თუ რა ბოლადე. გაწმინდე მაინც. გაწმინდა. ეცარი. რა გოგიტე? რო აგები ხება, კაცი. იქე ნო, ზედა. მოვწეროთ ახლა. კაცთა გჭირდება. ზა. მერეში ზა. და რა უკვე მე ამ ჩამოწერეთ. აბა არაფერი გავაკეთე. ის შეგწყვება. ისი უნდა შეწყდა. შენ თუ არ გწყვენია მამია, მე საერთოდ არ მაინტერესებს. მე უნდა ვეგდო და ვიგლოვო აქ. მეტი არაფერი დამჩენია. მართლა ძალიან ბევრ ფიქრობ და ზრუნა. აი არის მეთქი საჭირო დამიჯერე. შენ რომ დაგიჯერე იმიტომ ვარ ამ დღეში. რა დღეში ხარ? ამა გემი. რა დღეში? რა დღეში ვარ? შენ სულ ესე ამბობდა ბოლოს, ჩემი გასაკეთებელია მაინც ყველაფერი. ასმეჭედები ვიცოდე.
მე რას გიკეთებ ხო? რას გიკეთებ? Adeki gaxedeb goni ვიღაც იძახის. ის გავხედე, ფაშულანი ხედები, რა. Adeki შენ დაგაბმავ განჩე. ვიღაც მოვიდა გქონდა, Adeki. შეიძლება? გიადით. გამარჯობა. რა გნებავთ? პანაშვიდზე ვართ. აქ მოგვასწავლეს და სწორად მოვედით. ამზადეთ. გამარჯობა. დავზადეთ. მეგობრები ვართ. დავზადეთ. მოგრების ყავდა? კი, რა თქმა უნდა. ერთ შენერავის იცნობდი და არა, ბევრი არა, მაგრამ ყავდა. ეს მოვით ჩამოვლენ გასვენებაში. და როდის არის გასვენება? ხვალ. ხვა? პასიბალე. ეცი. მალე რა? რა ვიცი, შეიძლება ჩამოვიდე. დიდი ხანია იცი. დანიელი კი და მე ცოტა ხნის წინ გავიცანი. ჩემს ფილმში თამაშობთ. ჟურნალისტი ხარ? კი, არა, ჟურნალისტი არ ვარ, არა. რაღაც შოუში რომ მიიწვიეს იმღამეს თოფიეს როლეს ჩვენ სახზე. აგერუჯეკი მაგიდასთან სიმიც ვარჩევდი. რომ დაიკუხა მეგონა მეხი დაეცა სახს. წვიმდა გარეთ. ორიოდე მტკაველი თამცდა. უი, არა, ჟურნალისტი არ ვარ, არა. რეჟისორი ვარ. ფილმი ჯერ არსად მიჩვენებია. რა თამაშობ? ბატონო? ანუ რა როლს თამაშობდა მეთქი? თავარი გმირი იყო. დიახ. ეს მაინც თავის თავს თამაშობდი. თავის თავს რას ნიშნავს? თავარ გმირს სახლიდან აგდებენ და მიდის უცხო ქალაქში. ეს თვითონ გითხრათ? რა? ის რომ სახლიდან გავაგდეთ, ეს თვითონ გითხრათ? ისი ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, კმელი სიტყვით, დაყვავებით, ცხობით, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. შეაღარა კიდეც ერთს. ეთყულში შეუშვებდა, მეორეში გამოვშვებდა. აი ის კაბა წამოვიდეთ, რაც ფილმშიაც უკვე. რა გავაკეთე? აი რაც უნდა რომ ქორწილში ჩაეწოდა, მე როცა მოკვდებოდა მაშინ. Grazie. Grazie. Koneboli, ბაბუა მისის სახელი დავარ. დავაჩემის.
იცი რagazzi ცხენს წერდა აბა ერთ ფუტს სვავდა დალევაზე ეგონა გაიდებოდა აი მსგავსებოდა და ამიტომ დავარქვი ელბუჯა ელა არ სულ ატემზავა დამყავდა ხანადიროთაც ხავდა ერთხელ თელდღა ვერაფერი მოვინადირეთ მაგრამ კვანც მივდიეთ დათვის კვალი იყო შემიძლია დავიფიცო ხო მამა დათვი თუ შეხვდებაო და შულები ეყოლება თუ მოვკვავთო და აუხსენირო აბა მე ვთხარი დათვი თუ შევხვდა მე იმის მკითხაობას იქ ვერ დავიწყებ შულები ყავს თუ არა მეთქი და როგორც კაცმა კაიკო რა გადაუბრუნდა ამბიში რა მოხდა არა ეგრე არ ხდება მე როგორ ხდება როგორ დაიბადა ბიჭად ბიჭად დაიბადა მაგრამ ელა არ ელ ბიჭად გამოსახე ფერანდა წაკდა წადი დაგედა ფერაკა არავის არ დაუპატიჟი ხარ წადი დაგედა და ეხლა რას დავუძახებთ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ეგრე იმისთვისაც აქვს აქედან იმიტომ წავიდა რომ ესე იგი ქონდა მნიშვნელობა არა რაიო წავიდა რო წავიდა მაშინ მოკუდა ერჩვენის ჩვენი დიდი ხნის წინ გამოვიწერა და ახლა დავმარხავთ და მორჩა ამით დამთავრდება ყველაფერი თვითონ უნდა როგორც ქალი ისე დაგვესაფლავებინა და ეხლა მისი სიკვდილის შემდეგ მაინც ეცით პატივი მის გადაწყვეტილებას. შეხედეთ. 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 როგორი ნაკთები, ნაკთები? შეშას ვაჩეხინებდი. წყალი მოქონდა წყალოდან მეზოში არ გვაქვს წყალი იქ შორს არის მოიგდებდა წყლით სავსე დოქს მხარზე და მოარბენინებდა და გენა ვერ მეგონა გაიზდებოდა ავაშკაცდებოდა ოჯახს მოეკიდებოდა შვილიშვილებს მოვესწრებოდა ძლიერი ადამიანი იყო ძლიერი კი არა ეშაფსია იყო და უხერხებო. ეგრე მილაპარაკეთ. შენმე. ნუ მასწავლი როგორ უნდა ვილაპარაკო. არ მსიო. სიამოვნე ვიც. ის მასწავლებელი თუ მე აპირებ ჩამოსვლას დაურეკე და უთხარი კაცია მდარეკეთ ვერ არიცია გვერდი მიცვალებული რო კაცი მამია
მათ გათავდა. ხანი აკვირტები დასკდა. ჭკუა არ ქონდა ჩემს თავში. გაზაფხულზე სიკვდილი გამიგია. რაცა ირგვლივ ყველაფერი ყავს. მაგრამ ცივა მაინც ცივა იცით რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იქნებ გადაიფიქროთ უბრალოდ მის არჩევას ვცეთ პატივი რომელ არჩევას შვილო ეს ვეღარანაირ არჩევანს ვეღარ გააკეთებს ეგ. მკვდარი მიწევს. სიცოცხლეში რაც გააკეთა, იმას იქნება ახლა მაინც. მარა ყდა ამას პატივისცემა. არც რომ ვაკდა. რამდენჯერ მიფიქრია მის დაბრუნებაზე. საათობით ვიდექი ეგ ფანჯარასთან ფიქრობდი ახლა მოვა ეხლა გამოჩნდება ფიქრობდი გავხსნი კარს გადავირბენ ეზოს ჩავიხუტე აწელი არ ყავდა ნამახი ამდენი ხანი დედა არ უნდა ნახო არ ვენატრებოდი მაინც დაერეკა რა ედგა წილი. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ. როცა სახლიდან აღდებოდეთ. მე გავაგდეს ახლა. ინგი. რა, არ გაგიგდია? მე სკოლიდან გამომიშვეს მაგის გამო. კაბების ჩაცმა რომ უყვარდა, ბიჭებს რომ უნაბავდა თვალებს მაგითო. შენ რა ბავშვები უნდა აღზარდო შვილი ვერ გაგიზრდიაო და გამომიშვეს. მთელი გზა ვტიროთ. მოვედი სახლში და დავხვდა ისევ. კაბაში გამოწყობილი. დედა გაიხადე მეთქი. დედა ახლავე გაიხადე მეთქი და არ გავიხდიო მეო. დავიხალეო. და მე არ დავიხალე მეთქი. და ცემეთ. ცხვირი გავუტეხეთ. იმიტომ რომ ვიღაც უსამართლოდ მოგექცა ჩური შვილზე იძლია. რა გინდა შვილი? მინდა რომ ეს კაბა ჩააცვათ და დამარხოთ როგორც ქალი. ვინც უნდა რომ ყოფილიყო და ვინც იყო კიდეც იმაში. თქვენ მე მომასწავლეთ როგორი იყო ჩემი შვილი. და რა იცით რომ თქვენ შვილზე? მე რა ვიცი ჩემ შვილზე? ხო, არ იცნობდით. ჩემ შვილზე მეუბნებით მაგას? ჩემ 9 წლიან ნანატ შვილზე მთელი 9 წელი უკურნალობდი რომ ის გამეჩინა. ყოველ მეორე კვირას გაციებული იყო. ღამეებს უთენებდით. იქ რო გადმოყავდა. უღელტეხილზე დარწმუნებული ვიყავი მომიკვდებოდა, გალურჯდა. რაღაცნაირად გავათმე შემოვახვიე რაც კი მქონდა, მე რაც მეცვა იმასაც გავიხდიდი როგორც გამეთქო. ხელში აყვანილი მომყავდა რა და მე თვითონ ძლივს მოვდიოდი. ღამით მეგონა გაიყინა. გალურჯდა. რაღაცნაირად მოვასრულიე. ტანს უზავდი კოცნიდი გალიგებულ თითებზე, პატარა თითებზე, სამხეზე, ტუჩებზე მე ვიღაც ქალი აკინდა მომპარეს, ჩემოდანი მომპარესო მეთქინე და შენი პრობლემა მომცადო ახლა. რა ედო იცით იმ ჩემოდანში? შვილები. თუბები ყოლია შვილები. გზაში გაეყიდა. ჩადო ჩემოდანში და ატარა მთელი გზა. მე ვიღაცამ რომ დაინახა გვერდიდან არიშორებდა ამხელა ჩემოდანს უფრთხილდება და იფიქრა ამას. ოქროები ექნებაო და მოპარა.
ეს გამართლა ოქროები ქონდა არა? და თქვენ მეუბნებით რომ არ ვიცნობდით ჩემ შვილს რა უფლებით. მაშინ როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდით სახლიდან გააგდე. მეორე ახლა სახლიდან გააგდე. ჯერ ესეთი მე კი არა მამამისმა გააგდო. შეგეძლოთ წინააღმდეგობა გაგეწიათ. ისთვის გამეწია წინააღმდეგობა? მარტო მამამისმა კი არა მთელმა სოფელმა გააგდო ფული შეუგროვეს და უთხრეს წადიო. 15 წლის ბავშვი. არ იყო ბავშვი ჩვენ ისეთი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი გაიზარდა მალე. ვისთვის გამეწია წინააღმდეგობა? რამდენისთვის? როგორ? საერთოდ როგორ ცხოვრობთ ესეთ სოფელში? როგორში ჩემინება? როგორც თქვენ შვილს მოეცდით. ან საერთოდ თქვენ თვითონ როგორ გიყურებით ამაში? საწავიდეთ. ერთი სახლიდან გამომაგდეს. რომ არ დაგვეკარგა სოხუმი იქნებეს არც მომხდარიყო. სოხუმი არ ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ გეცადათ მაინც მისი გაგება არა? გონია აწადე. ვეკითხებოდი დედაშვილო. დამელაპარაკე იქნებ დაგეხმარო მეთქი, მაგრამ არ ქონდა შედეგი. ბოლოს კარგი. აღიარეთ მეც მინდოდა რომ წასულიყო. ხონცი მითამ კი არა რომ არ მიყვარდა. მე ცოტა ხან ქუჩაში რომ გადიოდა უკან მიყვარდა ჩუმად. სოფლის ბიჭებს რომ არ ეცემ. სადაც დაინახავდნენ. ძიხლები შედგებოდნენ, აგინებდნენ, აკურთხებდნენ. მამამისმა კიდევ ვერ მოიწია. და ვერ მოიწმინდა. როგორი მოსათმენი ასეთი შვილი სახლში. ან ეგეთ კაცთან როგორ ცხოვრობთ საერთოდ. მეზისღება. ვინ? ჩვენ ახლა იმას აქში ვართ. ხოლო ის გვინდა ერთმანეთის პირისპირ დავსხდეთ და ერთმანეთს უყვართ. ფილმი წამოგიღეთ. რა ფილმი? ის ჩემი, რაშიც თამაშობს. იცით როგორ მასწონდა მსახიობობა და რა კარგად გამოსდევდა? ძალიან. ხმა ქონდა კარგი. კი, არის აგერთი სცენა. ღერი? ხო, აი ნახავთ თქვენ თვითონ.
როგორ მოცავდე ტელევიზორში ჩართვა არ შეიძლება. წესი აქვს ასეთი. არა, დაგიტოვებთ და მერე უყურებთ. სპეციალურად ჩაგიწერეთ. სადა რა მოხდება? ალო. რატო? თავი მოიკლა. არ მოუწ. არ იცი შენ. რა მოეკლა? თავს ვიციკლავს იმისთვის წესის აგების უფლება არ აქვს. მოკლეს. სხვა ბუდელი ნახოთ. ალო. ბიჭო ხომ წამოსული. რა უნდა ეხლა გარე მუხლებში ჩაუვადე. ნუ უნდა შეგითავაზებო. შევთავაზე, მეუთხარი უპატრიცემლოთ არ დახტოვებ მეთქი, არა? არა. წავა. დედამარ შემიცოდებს. ყველა წახვა. ჩამოვიყვანოთ საიდან. რა თქმა უნდა. საიდან? საიდან? ხო, საიდან? რა ვქნა? ეულა. ეფერეს ვერი. რა გინდა ნიჩვენი? საფლავი უნდა გავთხარო. მოგიხმარებით. არ ვიდა. მოყვება ვინმე? სად? სასაფლაოზე სად? არ მივდივარ სასაფლაოზე. აბა საფლავს სად? ეს სახლის უკან. გადასვიში. ბიჭო გადაიგე. რა უნდა საფლავს ეზოში? აბა სასაფლაოზე არა. ვიქვა? თემა. ვიკითხავს მაგაზე. ხალხი მისულა, ხუდელკა. ვინ ხალხი მისულა სასაფლაოების ამ კუტარი უნდა დაასაფლაო? ვინ ხალხი მისულა?
Ragazzi, dedemi. Amები, ნათესავები არიან დამარხული და არ შეიძლება. შვილი ესეც ჩემი. ეც უხდებიანო. შეწუხდებიან. ბრებია. დრებს რაში არ წუხდი მამია. უცნობია. ამოთხრიან და სახში მოგიტანენ. შენ რა უპასუხო? შენ შვილი კი არა, შენ ხარ მამია. ჩემ არავინა ბაბა. არაფერი რაც გინდათ ის გემოთ. ავიქნებით დავასახლავთ რა. ერთი ადგილი უყვარდა. იქ ხშირად მივდიოდიო, ესე გვეუბნებოდა. ერთი მაღალი ხედავს, ხო? ხელებაწეულ ადამიანს გახსოვს ესე ამბობს. სასაფლაოზე ადგილიც. მოლე დაქმნიდა თამა. ორჩა და გათმდა. ხო, გათხარე. წინწალიდებს ამის. ხვალდი თბილი იქნება მიწა. არა, ერთი წუთით რა, ერთი წუთით მართლა მისცემთ იმის უფლებას, რომ შვილი არ დაგასაფლავებოდა. არ გესმის. უსმინდურია. თავი მოიკლო, ისიც ვერ მოახერხა ისე იცხოვრა, როგორც მასუ. რომც მოიკლო მაგას რა მნიშვნელობა? მოკლეცელე, იმიტომ რომ სხვა იცავდა, ვიღაცას ცემდნენ ქუჩაში, მივიდა ეს დასახმარებლად, დაიმახსოვრეს და სახლში მიაკითხეს. საკუთარი თავის დასვა არ შეეძლო, ვინ უნდა დაეცო. თქვენი ნებაა დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არ გაინტერესებთ რა მოვიდა თქვენ შვილს. მთელი ცხოვრება ხომ ამცირებდით, ემუქრებოდით, 15 წლის იყო სახლიდან რომ გააგდეთ. რო ადრე უნდა გამეფო, ხო, იქ უნდა დამეტოვებინა, ეგ უღელტეხილზე 100 აჯობებდა, მაგას ხო. ხო, რო არა პატარა ელა თქვენ უფრო მშვიდად იქნებოდა. სალი, არ ვიცი, სასაფლაოზე. მიდიხარ. არსა დამივიდეთ. მოგის გაკიში. არ გვინდა მანქანაში დავიძინე. მოგიდო გამოჩეკა. მე მეკითხები. ხარდა გავაკეთებ ხარდა. არა, ამის უფლება მამია. ისი უფლება რა, ხოჭო ხოლმე პეხებ თუ გიძლო. მოვიფიქრებ, გავაკეთებ. ჯანი ცხოვრება ეს მესმის. მოვიფიქრებ, გავაკეთებ მე დრების ვარ. გამოლენჩებული თვალებით იყურები აქეთ იქით და ხვდები მამია რომ ვერაფერიც არ მოიფიქრე. დამატყი.
და თავის სიზმარში მგონია და ზივართ აქ სოფლის ცარიელ სახლში ოთახში ელეცებს და მას შეუძლიათ და ის რაღაცა საშინელი პერანგია. სკოლის დროინდელი პერანგი ჩაედიაო დედამისი. ძალიან გამთქვა. კარგი ძინება? არა. ცოტა ხანს დაიძინე, თორემ გაგიჭირდება ხო? ვერ დავიზინე. ყავა გინდა? აა? მაგუღარა დევდა, ყავა ძინება. ის კატარაკტია. ხო. რო არ შორდება? საოცარი თვალები. გეცედი, როცა შევედი სიამოვნებდა რომ პირდაპირ გამოსწორ. ეს თვალები ნამდვილად ცრემლები ხმასებს. ის ნახე. ეს რა? ზე დედას გავდა აქ. ძალიან.
ო, დაჩვენე? აი მე როცა მშობლებთან მსგავსებაში გამოვიჭერ ხოლმე თავს ძალიან გიზინა. რაღაცას ვამბობ და უცბად საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ მამაჩემი ზუსტად ეგრეობს. აი რა მემართება ვერ წარმოვიდგინე. ვიფიქრეო მაგაზე? რაზე? ანუ რატომ გემართება ეგრე? ცივი. შეიძლება იმის ბრალია, რომ 18 წლამდე სულ twins მithravდნენ. მაკონტროლებდნენ. არსად არ მიშვებდნენ და ამის გამო ძალიან დაკომპლექსებულდნენ. აი მამაჩემთან ერთად თუ გავდივარ სადმე დღემდე. ხო, დღემდე მწვენია რომ ვინმე არ დამიმოს. არა, ესენი რო ამოდიხარ, ხონცი. შეშარა კაცი ხარ. შენი ბრალია და ეგეთი ბაზრებით ჩემ ოჯახში ძალიან მიღებული პროდუქტი. ამის გამო ხვდები რომ ძალიან მწვენია. არა და იმასაც ხვდები რომ არ უნდა მწვენდეს. მოჩემი კაი ტიპია რა. ხო, კეთილია. მეგალოდ სვამდა და მე ეგ და დედა ჩემი სულ ჩუმობდნენ ხოლმე. ესენიც მაგარი მოტიხილები არიან რა. ხო. მოხუცები არიან რა. იმ დღეს სტილბუშემიზე ვკითხულობდი 60 წლის გახდაო, ხო იცი სტილბუშემი? კი. 60 წლის გახდაო, წარმოიდგინე. მეთქი რანაირად გადის დრო, მამაჩემი 3 წელში 60-ის ხდება. 60-ის. 60 წლის მკვდრები გამახსენდა იმდენი. და ისიც რომ მე უკვე 30-ის ვარ და იდეაში არ უნდა ვფიქრობდე ამაზე, მაგრამ ამდენი ადამიანის სიკვდილს რომ ვუყურებ, ძალავნებურად მეფიქრება და მეთქი სტილბუშემი რა ჩემ ფეხებად მინდოდა ამაზე რომ დავფიქრებულიყავი მეთქი. მაგრამ თვალები აქვს რაღაცნაირი, არა? ხო, და კბილები? კბილებიც, კი, კბილები. ძალიან სწრაფად გადის დრო რა. ძალიან. და რაც ასაკში შედიხარ, უფრო და უფრო გრძნობ ამას. მიხვდები შენს ცოტა ხანში. ხდები. გუშინელე ცოცხალი ეხლა წევსა. ცივი. სად არის ხუივის? არა, საერთოდ შევხვდებით. იცი ნუ ეხლა ამაზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ვაპარაკობთ, მაგრამ ხო და არ ვიფიქრო რა, შეეცადე რომ არ ვიფიქრო. კარგი განინო, როგორ არ ვიფიქრო? იცი რა გეგმები გქონდა? როგორ შევაგროვებდით ფულს, როგორ წავიდოდით სამოგზაუროდ, როგორ უბანაობდით შიშვლები და არ შეფხვებოდა რომ ვინმე დავინახავდა. საერთოდ რამდენი დრო დავკარგეთ ისე? კარგი რა დრო დაკარგე 23 წლის ხარ. თან რაც არ უნდა იყოს ხანდახან 1 საათით საკმარისია. ვისთვის? ერთად ყოფნისთვის. ხანდახან ფილმს რო ნახავ და გონია მთელი ცხოვრება ნახე, არა? ო. სრულმეტრაჟიანი ხანდახან საათ ნახევარიც გრძელდება. 2 და 3-იც. 4-იც. იცი ხანდახან გონია რომ ფილმების მეტი არაფერი გაიგებს. თქმა უნდა მაინტერესებს, მაგრამ რეჟისორი ვარ და რა გიყვით? აი ის რომ ელესაც იყენებდი. იყენებდი რას ნიშნავს? ხო, აი ფილმში ხომ გადაიგე რა. გადავიდე მერე? რა მერე? იქნებ საერთოდ უკეთესი ყოფილიყო რომ არ გადავიდე. იქნებ უკეთესი იყოს რომ სისულელებზე ლაპარაკი შეეშვა. კარგი რა, რაღაც მოლოდინები გაუჩნდა. რა მოლოდინები? აი ის რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რა არის ცუდი იმაში რომ იმედი გაქვს? შენ ხომ იცი რომ არაფერი დასაიმედებელი არ არის. ხომ იცი რომ ასულელებდი რა? და ვინ ასულელებდა? მე ვასულელებდი. ხო, შენ სპეკულირებდი თემით რა, არა? რა თემით სპეკულირებდი? მე ათიხი და წახო, ის კიდევ დარჩა აი ამ დედა მომუკალში. შენ სწახვიდი. რა? არა? ის კიდევ იმედი დარჩა რომ რაღაცა შეისვებოდა მის ცხოვრებაში. მე რომ არა შენ საერთოდ არც ჩამოხვიდოდი რა. ჩამოვიდე. იმიტომ რომ შენც კაი შიშარა ხარ, მაგრამ მე არაფერში არ გადანაშაულე. ჩამოვიდე. რატომ წახვიდე? იმიტომ რომ შეგეშინდა, ხო? კარგი.
დავიძინე. მეგონა გეცი.
მოდი თვითონ შენობა ვუხმო. მოდი. დედანი არის. ორი წელი. ორი. 21-ის იყო რომ გავიცე. ეს. მეყოლეს. ეს. შენ? მე 21-ის. მოგეხმარებოდ. მომარჩეს. ცით ახლა 23-ის ვარ. დიარა. იმეულა სამს. რა პროფესიის? ეს მოვა. ამეცი გაკ. ამეცი. იგი სკოლა დავამთავრე ჯარში წამოყვანეს. ეს ვიყავი ჯარში. მართლა? ურალში. ვაა. ყველა ჯობდია ჯიმანი. რა დავისმები არ ჩერდებოდი 1000-მდე ავდიოდი. აგეთ. იგი ოღონდ მაგდიჩე. აგეთ ეს გაგეთ ახლა. ახლა იმათავარა რა ცოტა ასაკში რაღაც მოტეხილი ვარ არა. შეებანს დაჭო. ვიდა შეგი. ატეკი მოდი. არა. ატეკი. სვადროს. იცი რომ წავი. აბა. სონაიბის. იყოს. ყველას ჩვენი ზარსულებს. დაიძებით, რა. მოწევ. ჯარში სამსახურო. უხროვაში. უხროვანი ეს. ეს ის უხროვანი. უხროვანი. ახლა ჯარს რომ მოვჩი მეზღვაურთა აკადემიაში ჩავალ. აუ ეს გამიდეხია ბიჭო. აი, ამის არის. მომიცით? ეს ვიდეო მოვალო. მართლა. და ჩემარამში. ერთი შვილი მყავდა არ მიდა ეს იცვაში დამეხჭოსა. სადარი აკადემია? ბათუმში. ვიცი. მეც ბათუმში გადავედი საცხოვრებლად. იცით? ელესაც უნდა გადმოსმა, მაგრამ ჩემშიც. ხო, თქვენშიც. და რა, ესეც მეზღვაურობა უნდა და. მე რომ გადავედი, რა, შევადახოვდი. გაჭრა. ეგ რა ხალია, ხალ. ო. შენგარი. ყოველთვის ისეთი მშიშა რა ვიყავი, რომ მეტი არ შეიძლება. შეიძლება. აი ეს პრობლემა. ყოველთვის მაშინ. ის. ყველა სიტუაციაში, აი მაგალითად, როცა ვიღაც ქუჩაში შემარჯვდა. როცა ვიღაც მემუხრებოდა, თუნდაც ხუმრობდა. როცა მშობლები ჩხუბობდნენ მაშინ. ოჯახური კონფლიქტი სული. ნამდვილად. ჯარშიც არ მითხრა. ჯარშიც სულ მცემდნენ და ამის გამო სულ უკან მივდიხარ. ფასტროებს არ დავიჭერები. მე შინოდა რომ დამამცირებდი. და უფრო მეტად ვამცირებინებდი თავს იმით, რომ წინააღმდეგობას არ უწევდი. ასეთი ვიყავი სანამ ელეს გავიცნობ. არ ვიცი როგორ მაგრამ ელენ მასწავლა როგორ გადამევახა ეს შიში. აი,
წავიდა მაგრამ მარტო ამის გამო კი არ იყო ძალიან ბევრი მიზეზი ქონდა და შეიძლება უმიზეზოდაც კი იყო იმიტომ რომ არავის შეუხდროა მას სამსრუნველს ო კეთილ შობილ ადამიანს შენი ფეხი არ უნდა გუჩქოს. ერთერას. შენი ფეხი არ უნდა გუჩქოს. შეყვარები ხედავ შენ რადღეში რადღეში ჩამდი ამ თავრობის დედა რომ ადექი ფისო. ადექი. მოკვდი კრუტუნო. რატო გოგო? რატო? ეხლა შენს გაგითხრით პატარა საფლავს. ელგუჯას გვერდი დაგასაფლავებთ. ხომ გიყვარდა მაგასთან ერთად წოლა.
დედა. ხედავ დედიკო. მოგდა კრუტუნა. შენ გენაცვალოს შენი დედა. მოდი დედა გავიხადოთ ეხლა. მოდი. რა მსუბუქი ხარ? ბიჭო, რა გამწლეული ხარ, დედიკო, ნახე. რა არის, ბიჭო? ეს კლავებია თუ ფიჩხი? შენ გენაცვალო, შენი დედა. გახსოვს ტყეში ფიჩხზე რომ დავდიოდით? გახსოვს? სოკოზეც დავდიოდით, ჩემო ბიჭო. ერთხელ გამოვიხედე და წითელი სოკო გედო პირში, როგორც გოჭს ვაშლი. თეთრკოპლებიანი წითელი სოკო. გეჭირა და ნაყინივით ლოკავდი. დედა, მოგვარდი, არ ვიცოდი თუ არა გადაყლაპე რამე. სასწაული შხამიანია დედა ეგ სოკო. თითებს გითხრიდი ყელში, გულს გარევინებდი, მაგრამ რას აირევდი? არაფერ შენ არ ჭამდი. არაფერი ქონდა ნაჭამი. არც რძეს სვავდი და არც მაწვს. მადონა გახსოვს? ჩვენი დრო ხა მადონა. გახსოვს დედა? ბებია შენი რომ მოკვდა, მაგის ხბოდა ვკალით ქელეხში, ა? მადონა მთელი დღე ღობეს არ მოცილებია. მთელი დღე ბღაოდა. ჩვენ კიდე მის შვილს ჭამდით, ერთმანეთს ვუღებდით თეფშზე კარგ ნაჭრებს, ვღრნიდით მის ძვლებს. აი, თურმე როგორ განიცდიან, ძროხებით შვილის სიკვდილს თქო ვამბობდით და ჭამა არავის შეგვიწყვეტია. მარტო შენ არ ჭამდი დედა. მადონა კი ბღაოდა და ბღაოდა. დაუკლეს შვილი. შეუჭამეს. შეუჭამეს. ეს რა გახატია, ბიჭო? ჭუპრი და პეპელა გამოდის? დედა, რად გინდოდა? არა, ლამაზი არის კი, მაგრამ თუ ესე ძალიან მოგწონდა შვილო, ნახატი ჩაგედო ჯიბეში, დედიკო. დახედავდი ხოლმე და სხვებსაც აჩვენებდი, შენ გენაცვალოს შენი დედა. ერთხელ ქალაქში ჩამოვედი შენ სანახავად. შენს მოსაძებლად. შენი მამიდაშვილებისგან გავიგე, სადაც ცხოვრობდი. გარეთ ვიდექი და გელოდებოდი, როდის გამოხვიდოდი ან შეხვიდოდი. არ ვიცოდი სახლში იყავი თუ არა. რა ვიცი, ვერ შემოვიდოდი. ვერ დაგენახვებოდი ასე. შეიძლება მცხენოდა კიდეც. მაშინ ამას ვერ ხვდებოდი. მარტო შენი დანახვა მინდოდა. მაცადე დედა, მოვალე ხლა. მამა შენს უთხარი, ქალაქში მივდივარ ექიმთან. უფასო აკვლევა თქო და წამოვედი პირდაპირ შენთან. ეზოში ვიჯექი. არ ვიცოდი სახლში იყავი თუ არა. არ ვიცი რა დრო გავიდა, 2-3 საათი შეიძლება. იქით ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, კუთხეში ვიღაც მოხუცი ქალი მზეს უზირას ყიდდა და მეც გავერთე ცოტა. ამ დროს გამოხვედი შენ. მე კედელს ამოვეფარე და იქიდან გიხურებდი.
იყურებდი როგორ მიდიოდი ქარში. კაბას იჭერდი ხელით. მერე გავიგონე იმ ქალის შემზარავი ხმა, სულთვად დანაოჭებული ზიზღით, როგორ შეგაგინა, გონი მოგაწევლა კიდეც. შენ კიდე არ მიჩნევ. მიდიოდი მოკუნტული, მაგრამ თავი ამაყად ქონდა აწეული. გიყურებდი სანამ მერე რა ვქენი, ცი დედა? შენ რომ წახვედი. რა ვქენი და გავექანე იმ ქალისზე. წიხლი უკარი. იმ ზესუმძირის ტომარას და წაუხსი. აკიუდა, მაგრამ რა აკიუდა. ჯერი მუქრებოდა, მერე შველას ითხოვდა. ისეთი სახე მქონდა შეეშინდა არ მომეკლა. რა გინდოდა იმ ბავშვთან მეთქი, იმ გოგოს რას ერჩოდი, რას შეყუდიანო მეთქი დედა და გააშრილ ხელს უტყავდი თავში. ხელით მაქონდა, კოსა ქონდა თავზე გაკეთებული. რომ წვდია კოსაში, ხო? მუხზე ვატყბევინე თავი, აბა. კუჩი გავუსვდა, სისხლი წამოვიდა. მოცვიდნენ მაგის მეზობლები. მე კიდე გამოვიქეცი. ახლა ვხვდები დედა. იმ ქალს კი არ უთხრობდი. თავში ვირწყავდი. თავში. ჩავიცოთ დედა. ჩავიცოთ. შენ გული არაფერზე არ დაგწყვეტეს. შენ გული არაფერზე არ დაიწვეთა, ბიჭო. შენი დედა ყოველთვის შენთან იქნება, შენ მოგივდა შენ. მოდი დედა. როგორ გიხდება ბიჭო ეს კაბა? არ დაგწინი დედა? მართლა გიხდება. მართლა გიხდება. შენ გემაცა. შენ დედა. შენ გული არ დაგწყვეტ. შენ გული არაფერზე არ დაგწყვეტ, დედიკო. შენ დედა ყოველთვის შენთან იქნება.
შენ დედას დაუგნევდეს მზე. მას მე დავიტოვებ დედა. საიდან მოვიდა ეს ყვავილი? საიდან მოვიდა? გამავალ შეიყავი. არის ფიქრობ რომ არავინ იყო მოსული. არავინ ყოფილა მამია. რა, ყვავილები მაინც აუცილებელია. რატო გადააფარეს რა არის? იყოს გაანებნე. არის ეს? დაიწყო. გადავაფარეთ და მაინც ვერ ამოიღეს. ვიჩაც? მე. ედო მე. ედო. გათამამებული იყო. აბარა. ჩემი ბრალია ყველაფერი. შენ არ ხარ არაფერში დანაშა. ეში ვერ დანაშა. არაფერში. რომ ციხოსაწირა აზრია. წავიღო ცესაფრას. შემიჭერე. ხდელმა არა. ბიჭო, ისედაც მთელი ცხოვრება ვიღაცის ჭკუაზე დავდივარ. შემიჭერე. შვიდად მინდა იყო, შვიდად. შვიდად გინდა იყო? მომავალზე ლაპარაკის შვილის კუბოსთან არ გწვენია? რანაირად ფიქრობ შენ შვიდად ცხოვრებას? როგორ უნდა იყო შვიდად? დათვრები ისე და დაიწყებო. ეჭვიანობას თითქოს მართლა მქონდეს რა მის თავი. არ გავს, იმიტომ რომ მე არ გიშვებ. შენ არ მიშვებ.
იცი მარტო ბიჭს არ უნდა და სახლიდან გაქცევა. დასრულება არ მერე. რედაქტორ. შემეცოდე მაგიც არ გესმის. შეცვალება მინდა მე. გინდა მამია. დალი ხო ისე. ვილი შესაძლოა არ გამებია. იგი გამოიცვალა. ეს კარგად გამოსმამოთა ისე, ჰა? ისე ბრანჭე. სიკვდილს ვებრანჭები მამია. იქნებ მოვეწონო და წამიყვანოს მომაშორო საქალდობას. ჯერ მე გამისტი. შეიძლება. მოხედავ სიკვდილსაც აფრთხო. მიცა. ერთი ჩვენი შვილი ვერ დავიცავთ ვერავის. მიყურე ახლა. ნაპატიები შენ ცოტა ზეგმეტი მომი. სასაფლაოზე ვიყავ. საფლავი გავთხარე იმ ხის ქვეშ. მართლა ხელებაძეულ ადამიანს. Вычерпывает цитринами. Я вас угодно, если Угодно. Ელოს
წავიყვანოთ ახლა სასამართლოს. ჩაუკეცე სკამი გამიციო. მიცი ექსამი. 우리게 되는 그 잡았지. 나도 정말 의사도 이제 감이지. 레스kam을 보고 가도. 봐. 나도 이제 나기는 미리 오케이. 아이 미리 여기 나서 보내.